ხვალ 14 იანვარს დიდი ხნის პაუზის შემდეგ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი უბრუნდება მაყურებელს და სპექტაკლები უბრუნდება სცენას. ხვალ დარისპანის გასაჭირი იქნება წარმოდგენილი ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე და მისი რეჟისორი გიორგი კაშია გახლავთ დღეს ჩვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, გილოცავთ ყველაფერს. და ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ პრემიერის წინა დღეს იშვიათია რომ რეჟისორი მოვიდეს სადმე. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის პირველ რიგში გილოცავთ მეც მაუს დაისწრით. დარისპანის გასაჭირი ამ ბოლო ხანს ძალიან აქტუალური გახდა ქართულ თეატრალურ სივრცეში. თავისთავად ყოველთვის აქტუალური იყო იმ რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი თითქოს ყოფითი, მაგრამ ძალიან მწვავე მარადიული პრობლემების გამო, მაგრამ აი რამ განაპირობა ასეთი არჩევანი და რატომ გადაწყვიტა ბათუმის დრამატულმა თეატრმა ამ სპექტაკლით გაიხსნა სეზონი? პირველ რიგში მინდა მიულოცო ბატონ კოტემჟავიას ამ ძალიან მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოზიციაზე დანიშნა და უშუალო ძალიან ბევრი წარმატება და ვფიქრობ, რომ დღეს თეატრში, ბათუმის თეატრში ძალიან საინტერესო პროცესებია, ზედიზედ იდგმება რამოდენიმე სპექტაკლი, რამოდენიმე პრემიერა უნდა აჩვენოს თეატრმა მაყურებელს და მე ყველა მონაწილეს და ამ შემთხვევაში მთლიანი თეატრი არის მონაწილე ამ სპექტაკლებში უსურვებ წარმატებას. და სანამ იმ კონკრეტულ საკითხზე გადავალთ, მე მინდა აღვნიშნო მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ღია და გახსნილი თეატრის ხილვა ამდენი თვის პაუზის შემდეგ. დიახ. რაც შეეხება დარისპანის გასაჭირს და რატო დავით გულდიაშვილი, რატო ამ დღეს ალბათ ყველაფერს თავი დავანებოთ სიმბოლურია, რომ დავით გულდიაშვილის დრამატურგია ვფიქრობ ქართული თეატრისთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე ავტორის არჩევა არ იყო ჩემთვის რაღაცა დიდი ამოცანა. და ეს პიესა შემოგთავაზა თუ თქვენ შეარჩიეთ? იცით შეთანხმებით, არა, მე შევარჩიე და 14-ში იყო ლაპარაკი რამდენად მოესწრებოდა, არ მოესწრებოდა ეს სპექტაკლი, მაგრამ დიდი შრომით და ინტენსიური შრომით და მსახიობების ჩართულობით, კი, ვფიქრობ, რომ მოვასწრებთ, ხო. მოასწარით უკვე. ხო. დარისპანის გასაჭირი ალბათ იმ იშვიათ პიესებში შედის, რომელიც დრამატურგიულად ძალიან სტრუქტურულად სწორადაა აგებული და ძალიან საინტერესოა და კლასიკა არის და კლასიკის მახასიათებელი სწორედ არის რომ ყველა ეპოქაში, ყველა დროს აქტუალობას არ კარგავს და აქედან გამომდინარე ჩემი ინტერესიც იყო ამ პიესის მიმართ მახოს სტუდენტობის დროს მეორე კურსზე ნაწყვეტი გავაკეთე ამ პიესიდან და ყოველთვის მინდა და შემდეგ განმეხორციელებია და ეხლა მომეცა ამის შესაძლებლობა და მადლობა ბათუმს ამისთვის ძალიან დიდი. ჩვენ მქონდა სხვათა შორის რამდენიმე ხნის წინ საუბარი რეზო შატაკიშვილთან, რომელმაც ეს პიესა განახორციელა და სწორედ მაშინ ვისაუბრეთ ძალიან საინტერესოდ მინდა გითხრათ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეხლა ზუგდიდის თეატრში ახალ დადგმას ველოდებით სწორედ მისას. აი ძალიან მნიშვნელოვანი შრეები იყო იმ შემთხვევაში წინა პლანზე წამოწეული კონცეპტუალურად. აი თქვენ შემთხვევაში რა არის საყრდენი? თქვენ უკვე თქვით რომ ეს დრამატურგიულად ძალიან გამართული და ესეთი სტრუქტურა აქვს სპექტაკლს, მაგრამ აი რა არის ის ხაზი, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში და რა არის ის იდეა, რომელიც მარადიულობას განსაზღვრავს? ალბათ მარადიულობას ამ დრამატურგთან ყველა ნაწარმოებში განსაზღვრავს ერთი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობა და გულდიაშვილი ზოგადად მე ვფიქრობ რომ წერს სადამდე შეიძლება მიიყვანოს სოციალურმა მდგომარეობამ ადამიანი და ამის ძიება და დაშვება იმ რაღაც ფაქტების, რომელიც შესაძლებელია საერთოდ ვერ წარმოიდგინო ამ ტიპის ტექსტში. ეს აღმოჩნდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად სიუჟეტიც ამ სპექტაკლის წარმართეთ
მე ვფიქრობ, რომ მე თვითონაც არ წარმომედგინა თუ ასე შეიძლებოდა გამეკეთებია ოდესმე. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რასაკვირველია, ყველაფერზე ვერ ვისაუბრებთ, ხვალ პრემიერაა და ნახავს მაყურებელი, მაგრამ იცით რა, არსებობს სოციალური ფონი და სოციალური მდგომარეობა გასაგებია და არსებობს ამ სოციალური მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი, რომელიც კლდიაშვილის პიესებში, ნაწარმოებებში მუდმივად ჩანს, როგორც უხილავი, მოქმედი, უხილავი ფონი, ხო, ერთგვარად. აი, რამდენად იგრძნობა თქვენეულ ინტერპრეტაციაში? ალბათ იგრძნობა. იცით რა, ძალიან მიჭირს ჩვენ სპექტაკლებზე ლაპარაკი, სანამ მაყურებელი არ ნახავს, რადგან არ მინდა რომ რაღაც ისევ თქვა, რაც სპექტაკლს შეაქებს, ან დააკნინებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მე სუბიექტური ვარ, როდესაც ვლაპარაკობ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ შევეცდები, რომ გასაგები ვიყო. ალბათ იგრძნობა და მოსული მაყურებელი მე რა ვიცი ბედნიერი ვიქნებით თუ ამას შევძლებ რომ გასაგები გავხადო მათთვის აბსოლუტურად ყველა ეპიზოდი. თან განსაკუთრებულად ფაქიზი მიდგომარი ამ დროს საჭირო, როცა ეს სპექტაკლი ბევრჯერ დადგმულა და თანამედროვე მაყურებლისთვის ეს უნდა იყოს რაღაცა მაინც სიახლე, იმიტომ რომ ყველამ ვიცით რა ხდება დარისპანის გასაჭირში, მაგრამ მოწოდების ფორმა და ასევე ის რაღაც ნიუანსები, რაც მაყურებელს უნდა შეეხოს უშუალოდ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ხო? აი თუ არსებობს გასაღები მაყურებელთან მისვლის, რასაც ხვალ ნახავთ ბუნებრივია, მაგრამ თქვენი პოზიციიდან გამომდინარე, რა არის, როცა დაუშვათ იღებთ ძველ ნაწარმოებს და ის უნდა თანამედროვე მაყურებელს აჩვენო როგორც მისი პრობლემა. ხო, ალბათ ძველი შეკითხვა დავსვირო. გავიგე. ალბათ მაყურებელი ყოველთვის მე მაგალითად ყოველ შემთხვევაში თეატრში მივდივარ, ну წაკითხული მაქვს პიესა რაღაც კონკრეტული ძალიან ბევრჯერ და ყოველთვის ყველა ეს საინტერესო ჩემთვის როგორც მაყურებლისთვის არის პიესა რომელიც ბევრჯერ მაქვს წაკითხული და დიდი ინტერესი იწვევს ჩემს. შეიძლება იყოს მაყურებელთა დიდი ნაწილი, რომელსაც საერთოდ არ აქვს ეს. ხო, ეს უკვე სხვა ისა. სადასეთი მეტად ნუ ვიქნებით. არა, ჩვენ მაყურებელი არის ყველანაირი, ვისაც წაკითხული აქვს, არა აქვს. სწორედ ამ შემთხვევაშია ეს საინტერესო. ჩვენი ამოცანა სწორედ ისაა, რომ გავაგებიოთ მათ რა გვინდა ავტორისეული სათქმელის და შემდეგ ჩვენ რა გვინდა აქედან რა მივიღეთ და რას ვაჩვენებთ. აქედან გამომდინარე ინტერპრეტაცია არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, აი როგორ მოხდება. მე ვიცი რომ მოხდება რაღაც აუცილებლად პიესაში, მაგრამ აი როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი საინტერესოობა ამაში მდგომარეობს. ჩემი თეატრის მიმართ ინტერესი ამ შემთხვევაში. შესაბამისად სუბიექტურად მეც ასე რაც მაინტერესებს მე მგონია რომ აინტერესებს მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანი ასეთი მიდგომა და აუცილებლად მინდა გკითხოთ ახლა ბევრ სპექტაკლზე მართლა აღარ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ დაუტოვოთ სანახავე მაყურებელს. დასთან მუშაობის პროცესი როგორი იყო, მით უმეტეს ამდენი ხნის დასვენების შემდეგ ბრჭყალებში, რო ვთქვათ, დასი უნდა მოვიდეს ფორმაში, ხო? და შეხვდათ ძალიან ისეთი პერიოდი. ამ დროს შეიძლება იყოს პირიქით, უფრო გაათმაგებული იყოს მათი ენერგია. აი, როგორ შეაფასებდით ამ პროცესს? ძალიან დიდ მადლობას გადავხდი პირველ რიგში მსახიობებს. მე არ ვფიქრობ, რომ აი რაღაც თავგანწირვის ტოლფასი იყო ეს დღეები. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რამდენი დღეს გქონდა სარეპეტიციო და მე არ მახსოვს წამი როცა რომელიმე უკან დაიხია ან რაიმე ზამეზე თქვა რომ აი ეს არ მოესწრება, შეიძლება ვერ მოესწროს. აი ეს სიტყვები საერთოდ არ ყოფილა. და ვფიქრობ რომ ამან განსაზღვრა, თორემ მე ვცოდნოდა რა სირთულეებთან, მათ რო ცოდნოდათ, რა სირთულეებთან გვექნებოდა დადგმის პროცესში საქმე, შეიძლება მე თქვა თავიდან რომ ვერ მოვასწრებთ. მაგრამ ხო, ძალიან მაძლიერებს ყოველთვის მსახიობის იმპულსი და მსახიობების სურვილები. და თუ მათთვის ეს საინტერესოა, მაშინ ისინი ამას გააკეთებენ აუცილებლად. და თუ მათთვის არ არის საინტერესო, მაშინ აუცილებლად გეტყვიან რომ მათთვის ეს არ არის საინტერესო. დანარჩენს უკვე მაყურებელი და ჩვენ ვიტყვით, კარგი იქნებოდა სპექტაკლის მერე შეხვედრა, უფრო მნიშვნელოვანია მე ვფიქრობ, მაგრამ
ერთი კვირა თქვენ ბათუმში არ იქნებოდით. უბრალოდ მე პროცესზე ვლაპარაკობ და რა შედეგზე. შედეგი რაც უნდა მივიღოთ და მართლა არ ვიცი ეს არც მე და არც მათ, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც ერთ სივრცეში ვარ. ესეც პროცესია. და გვერდიდან არ შეგვიძლია რომ დავიდეთ. ხვალ რაც იქნება, ზეგ რაც იქნება და შემდეგ დადგმებში ესეც არის პროცესი, იმიტომ რომ ყოველი ახალი დადგმა რაღაც სიახლეს იძენს. და ბოლოს მინდა კითხოთ ზუგდიდის თეატრის შესახებ. ძალიან საინტერესო დასია ამ თეატრში, ძალიან კარგი წარსული და საინტერესო ისტორია აქვს ამ თეატრს, თავისი პრობლემებით, თავისი ჩვეულებრივი მატერიალური პრობლემებით შენობიდან გამომდინარე. მე მახსოვს რამდენი წლის წინ იყო, აღარ მახსოვს უკვე კარგად, მაგრამ ბადრი წერედიანი რო ჩავარდა იქ ზუსტად ერთი კვირის შემდეგ იყო ჩვენთან გადაცემაში და აი ამის მერე მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყოთ ზუგდიდის თეატრის პროცესებში ვიყოთ შეხედულები და აი თქვენ ამ შემთხვევაში პირველად ხართ ზუგდიდის თეატრის წარმომადგენლად გადაცემაში და მინდა ვისარგებლო უბრალოდ შემთხვევით და ვიკითხო როგორ მიდის დღეს პროცესი, როგორია თქვენი როგორც სამხატვრო ხელმძღვანელის დამოკიდებულება და რას გეგმავთ? პირველ რიგში ზუგდიდის თეატრი ძალიან ბევრი ისეთი პრობლემატური დღე გამოვიარეთ, რაც იქ ჩავედი, მაგრამ არც ერთი დღე არ გავჩერებულ ვართ. ჩვენ გვიწევს ხანდახან ვითამაშოთ გაყინულ დარბაზში, ძალიან ცხელ დარბაზში, მაგრამ ძალიან გვიყვარს თეატრი. აქედან გამომდინარე დღესაც რეპეტიცია ზუგდიდის თეატრში პრემიერისთვის ვემზადებით. წლევანდელი წელი ფაქტიურად შემიძლია ვთქვა, რომ უკვე დაგეგმილია, ვიცით ვინ ჩამოდის რა დროს, განაწილებებიც კი ვიცი უკვე მსახიობების ვინ სად უნდა დაკავდეს და განაწილდეს და უკვე 2026 წელს ჩვენ გვექნება ის ბედნიერება, რომ შევიდეთ ახალ თეატრში და მე თვითონ 2026 წელს ამ წელს კი. მე თვითონ ვადევნებ თვალყურს ძალიან აქტიურად მიმდინარე პროცესებს მშენებარე თეატრში და ძალიან ცოტა დრო რჩება იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ალბათ მომავალ სეზონზე სექტემბრიდან თუ მანამდე უნდა. ალბათ სექტემბერში უკვე თეატრში ვიქნებით. შემოდგომაზე უკვე შევალთ. შვენიერი სიახლეა და ალბათ ჩვენს 14 იანვარს გახსნით კარგი იქნება და სეზონს გავხსნით. ძალიან კარგი. გილოცავთ იმას, რომ უკვე შენობა კონდენციამდე არის მისული. მე მინდა წარმატებები გისურვოთ როგორც ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და წარმატებები გისურვოთ ხვალ, იმიტომ რომ ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ბათუმის თეატრისთვის და არა მხოლოდ. წარმატებები თქვენს და გილოცავთ კიდევ ერთხელ. მადლობთ, ჩვენ საუბრობდით ხვალინდელ პრემიერაზე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 7 საათზე შეგიძლიათ ხვალ და ზეგ იხილოთ სპექტაკლი დარისპანის გასაჭირი.